გაიტანის ლიგაში. ნახოთ ეს ცდელობა მასპინძელთა მხრიდან ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა. ეს იყო ნამდვილად ყველაზე მწვავე მომენტი. გოლი და ასევე საგოლე პასი მისი შესრულებით ვიხილეთ კახურ დერბიში და ახლა უკვე ფირუზ გაბიტაშვილის ჩაწოდების შემდეგ მეორე სართულზე ყველას აჯობა, მაგრამ დარტყმა აღარ გამოვიდა. ზურცემა ისევ მანდრიჩენკომ ახვილია კუთხე და საბოლოოდ აქ გოლი გადის კალანდარიშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიში იხსნება და ბათუმის დინამო დაწინაურდა დღევანდელ შეხვედრაში. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი თითქოს უკვე აღარ იყო ისეთი სახიფათო ეს შეტევა ამ მომენტში იყო, მაგრამ აი ამ პასის შემდეგ უკვე უნდა მოიხერხებინათ თელაველებს რამენაირად ვითარების გაკონტროლება, გამოიტანეს თითქოს ბურთი, მაგრამ საბოლოოდ მიუვიდა ნიკა კალანდარიშვილს, რომელმაც შესანიშნავად ისარგებლა ამ შანსით, გამოიყენა მან ეს ეპიზოდი და გაიტანა ამ სეზონში მესამე გოლი. სამი გოლი გაიტანა მან 2023 წელსაც, 3 გოლი გაიტანა 2024 წელსაც და არც ამ სეზონში გაიტანა ნაკლები. ეს მისი მეოთხე საგოლე მოქმედებაა, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. მაგრამ დღეს შედარებით მცირე რაოდენობით არის გოლ შემატკივარი. მანდრიჩენკოს შეუძლია ამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტოს და მე მგონი გადაწყვიტა კიდეც მოლდოველი შემტევი ახერხებს გოლის გატანას. თამაშობდა უშუალოდ ეროვნულ ლიგაში ეს მისი პირველი გოლია. მან გაიტანა თასზე, მაგრამ ეროვნულ ლიგაში არ ქონდა გატანილი. შესანიშნავად იმოქმედა, ძალიან კარგი სრულმოძრაობები, ოსტატური თამაში, 2 მცველი იყო მის წინ, გაიქცა ზობილაძეს, გაიქცა გაბიტაშვილს, დაარტყა და ვერც მეკარე ვერ შეძლო ამ ბურთის გადაიტვალება 0-2. ბათუმის დინამომ 3 ქულისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, პარალელურად გაგრაბაც გაიტანა. გარეჯის კარში კიდევ ერთი გოლი და ფაქტობრივად ორივე შეხვედრაში გადაწყდა შეხვედრების ბედი. რა თქმა უნდა, ამ მატჩში ჯერ კიდევ რჩება გარკვეული ინტრიგა, რადგან დრო 9 საათი არის სათამაშოდ, მაგრამ თამაშის ხასიათიდან კიდევ ერთი მცდელობა, ისევ გაბიტაშვილი ჩააწვდის, არის აქ შანსი, ბურთი ცდება ბათუმელთა კარს, თუმცა კიდევ ერთი კითხვური იქნება, შანსს სტუმართა გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეხო. დიდი ძალებით უტევს თელავი. ვიღარ შეძლებს ამ დარჩენილ. ურებში აქ შესანიშნავი თავური დარტყმა და 1-2 თელავი ახერხებს ანგარიშის სხვაობის შემცირებას. გამოიცნო შეგვიძლია ვთქვათ ვალერი გაკო. კიდევ ერთხელ განმეორებით ისევ და ისევ ფირუზ გაბიტაშვილის ჩაწოდება პირველ ტაიმშიც ნახეთ გაბიტაშვილის ჩაწოდებას, რომ კინაღამ მოხდა გოლი, იმ შემთხვევაში არაბული ცდილობდა გატანას და ბურთი აცდა კარს, აქ კი ულამაზის უზადოდ შესრულებული თავური დარტყმა დავით გუტალიას შესრულებით, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა, ის სულ რაღაც 18 წლის გახლავთ. აქ ბათუმელებს ეძლევათ შანსი, რა ლამაზ გოლთან იყო ახლოს კიდევ ერთი დარტყმით ცდილობდა აქ გატანას, ძალიან ცოტა დააკლდა. ალბათ ფაქტობრივად ყოველგვარ შანსს გააქრობდა ეს გოლი მასპინძ. გარეჯმა ორივე თამაში მოიგო და ბათუმის დინამომ ორივე თამაში დათმო. ვარიანტი ახლაც მიუხედავად იმისა, რომ ელთრა თელაველთა ვითარებას ვერ გამოასწორებს, მაგრამ ბათუმელები თუ ორი ქულით ნაკლებით იქნებიან შემდეგ ტურში. ამ შემთხვევაში ვითარება შეიძლება დაიძაბოს. და ძალიან კარგი და ჭკვიანური გადაცემა მანდრიჩენკო. რა ბურთს იგერიებს აქ ლევან თანდილაშვილი, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გაანიავეს, უნდა ვთქვათ. რა კარგი პასი იყო კიკიტაძის შესრულებით. არც კი უფიქრია აქ ბევრი თავიდანვე განსაზღვრა ის, რომ თანაგუნდელი აქ გაცილებით უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებოდა თუ თავიდანვე აქცენტირდებოდა პასზე და ეხოთ. კაფიანიძის წინააღმდეგ ირღვეოდა თუ არა თამაშის წესი გაბიტაშვილის მხრიდან, ამას არ გვევს ახლოს ავარაუდოთ შეხვედრის არბიტრი. ხოშ დაველოდოთ არბიტრის გადაწყვეტილებას, საკმაოდ დიდი დრო კი წაიღო ამ ეპიზოდმა. ინიშნება.
ლუკიძე თანდილაშვილის წინააღმდეგ გამორბენი დარტყმა და იგერიებს თელავალთა მეკარე, მე დამატებაზე თამაშობს კიკიტაძე და გადარჩა აქ თელავი. და ლუკიძის დარტყმა თანდილაშვილმა მოიგერია, გამოიცნო კუთხე, არა და არ იყო ცუდი დარტყმა ნამდვილად და მე არც კიკიტაძის დარტყმა გამოვიდა ზუსტი. კიკიტაძეს სადღაც 4 ნამდვილად პარალელურად მიმდინარე შეხვედრა, რომელშიც 5 გოლი გავიდა. აქ ამ შეხვედრაში კინაღამ მეოთხე გოლი ვიხილეთ. იგი ახლოს იყო გოლის გატანასთან რამდენიმე წუთის უკან, როდესაც უძლიერესი დარტყმით ბურთი მოხვდა მერე უკვე ხარიხას. ამ შემთხვევაში თავით შეასრულა დარტყმა და დაახლოებით იგივე სტილის გოლი გადიოდა, როგორც იტალიამ გაიტანა. არიშიც გახვალთ 1-2 მიულოცოთ ბათუმელებს ეს გამარჯვება, ორივე გუნდს წარმატებები უსურვოთ. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, კახა უსაბერძი მუშაობდა ამ რეპორტაჟზე თქვენთვის.